მოგესალმებით, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. ჩვენ დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ბუნებრივი მოვლენა, რომელიც არის ელ-ნინიო. ამ თემებზე სასაუბროთ, ჩვენთან არის სტუმარი ნინო ჩხობაძე, ბიოლოგი, გარემოსდამცველი, ქიმიკოსი, როგორც მითხრა და ეკოლოგის და თქვენ 10 წელია რეალურად რაც ამ მიმართულებით საქმიანობთ და თქვენ ბევრი ინტერვიუც მინახავს სამხრეთ და მინდოდა რომ მომეწვიოთ როდესაც ასეთ თემაზე გვექნებოდა საუბარი და ეს შეხვედრას ესე ვთქვათ შედგა აქ და მინდა ვისაუბროთ როგორც ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე და იმ ეფექტზე რომელსაც უკვე ყოველდღიურობაშიც ვხედავთ ხო მან სანამ ეთერში შემოვიდოდით ეგეც ვახსენე რომ ხედავ რომ გაზაფხული და შემოდგომა ეს გარდამავალი პერიოდი სასაც ვეძახით თითქოს ქრება ანუ პირდაპირ თითქოს სიცივიდან სითბოზე გადავდივართ სითბოდან პირდაპირ სიცივეზე და ამაზე აუცილებლად მინდა რომ ხაზი გაუსვათ შემდეგ ნელა შევყვეთ ამ თემას რომ რატო ხდება ეს და როგორ იცვლება ეს ხო ჩვენს ცხოვრებაში ვხედავთ უკვე ერთი ადამიანის სიცოცხლე ხო პლანეტის არაფერი არ არის მაგრამ უკვე ვხედავთ რომ ჩვენს თვალწინ იცვლება ეს ყველაფერი და ამასთან ერთად ელ-ნინიოზე მინდა ვისაუბროთ რომელიც როგორც ვიცი მისი ეფექტი განსაკუთრებულად ივლისის ბოლოდან შეიძლება გამოჩნდეს დეკემბრის ჩათვლით და ეს მოვლენა შეიძლება ითქვას რომ ხშირად ხდება ხოლმე მაგრამ ამჯერად ველოდებით რომ შეიძლება უფრო მძაფრი იყოს ხო აი მოკლედ ეს თემები იქნება დღესაც ვისაუბრებთ და ალბათ დავიწყოთ დასაწყისში იმით თუ ზოგადად მაინც შევეხოთ გლობალურ დათბობას რა ფენომენია ეს და როდიდან დავიწყეთ საერთოდ ადამიანებმა ამის შემჩნევა ხო იმიტომ რომ ზოგჯერ ამას ინდუსტრიულ რევოლუციასთან აკავშირებენ არის ასევე ვერსიები რომ ეს ბუნებრივი ციკლია და ის მაგალითად ტრამპისტები ამბობენ ხოლმე რომ ეს უბრალოდ ბუნებრივი ციკლია და ჩვენ ამაში არაფერი წული არ გვაქვს მოკლედ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან პოდკასტში მონაწილეობის მიღება მე იმედი მაქვს რომ საინტერესოდ შევძლებ რომ წარმოგიდგინოთ ყოველ შემთხვევაში 70-იან წლებში როცა დაიწყო გარემოსდაცვითი მოძრაობები და პირველი გაჩნდნენ ეკოლოგები, ანუ სიტყვა ეკოლოგია მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელიდან იწყებს სათავეს, რეალურად აქტუალური ხდება ფაქტობრივად მეორე ნაწილში მე-20 საუკუნის. ჩნდებიან გარემოსდამცველები, ანუ ხიპების მოძრაობას მოყვა გარემოსდაცვითი მომენტები 60-იანი წლების მერე გაჩნდა ეს მიმართულება და დაიწყო პროგნოზები, რომელიც იყო ძალიან შემაშფოთებელი. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში არავის არ ჯეროდა და მეც ძალიან პატარა ვიყავი იმ მომენტში, არავის არ ჯეროდა კლიმატის ცვლილებების პროგნოზები უკვე იყო და იყო ნავარაუდები, რომ კლიმატის ცვლილებები რეალურად დედამიწაზე დაიწყება 2050 წლის შემდეგ, თუმცა აღმოჩნდა, რომ კლიმატის ცვლილებების კასკადი და ის მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რითაც ჩვენ საზღვრავთ, რომ კლიმატის ცვლილება იწყება, გამოვლინდა უკვე 90-იანი წლების ბოლოს და აშკარად ჩანდა, რომ იცვლება კლიმატი მთელ პლანეტაზე. რაში შეიძლება ეს გამოხატული იყო ერთ-ერთი პირველი განზომილება რომელიც კლიმატის ცვლილებაში არის ეს არის ტემპერატურული სხვაობა მოიმატა თუ არა ტემპერატურა და NASA-ს ანუ საკმაოდ საინტერესო კვლევები აქვს ამასთან მიმართებაში გაკეთებული და მათ შორის არის ისეც რომ მათ აქვს შედარებითი ანალიზი გაკეთებული 900 წლიდან დღემდე როგორ შეიცვალა ტემპერატურა ფაქტობრივად მთელ დედამიწაზე ქვეყნების მიხედვით. ფაქტობრივად ყველა ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 2 გრადუსზე საშუალო ტემპერატურის მატება, ზოგ შემთხვევაში არის გრადუს-ნახევარი, საფრთხე, რომელსაც ზარს შემოკრავენ ხოლმე გარემოსდამცველები, არის 3 გრადუსი, ანუ 3 გრადუსის იქეთ დაბრუნება პლანეტის იმ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რაც არის პრობლემატური და არის შეთანხმებას ეს ცოტა მოგვიანებით ეხლა ვიტყვი როგორ არის ანუ პროცესი რომელიც დაიწყო და პირველი კონვენცია რომელიც კლიმატთან დაკავშირებით იყო ჩატარებული არის 92 წელი რიოს კონფერენცია რომელიც იყო მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული გაეროს მიერ ჩატარებული სადაც მივიღეთ გარემოსდაცვის პრინციპები
ის რაც ჩვენ 2015-ში მივიღეთ მიზნები, ეს უკვე სხვა თემაა, ის გავცობას აკეთებს ამ პრინციპების. იყო მიღებული დღის წესრიგი 21, რომელიც საზღვავდა, რომ ძალიან მძიმეა და 2 კონვენცია, რომელიც იყო გლობალური კონვენციები, ეს არის კლიმატის ჩარჩო კონვენცია და ეს არის ბიომრავალფეროვნების კონვენცია. ეს იყო აი ამ რიოს სამიტის შედეგი, მერე ჩატარდა 10 წლის სამიტი, 5 წლის სამიტი, 20 წლის და ასე შემდეგ. მაგრამ სიტუაცია რაც დადგა პირველ სამიტზე, იგივე მდგომარეობაში ვართ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორედ ჩვენ რეგიონში კლიმატის მხარეთა შეხვედრა ტარდება, იმიტომ რომ შაშან იყო ბაქოში კლიმატის მხარეთა შეხვედრა, ეს ყველა მხარე იკრიბება და მსჯელობენ. და ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა, იმიტომ რომ არანაირი კონკრეტული ზომები არ მიუღია, განსხვავებით პარიზის შეხვედრისა, სადაც მიიღებულია პარიზის შეთანხმება, ეხლა მიდის მექანიზმების მოძიება, ეკონომიკური მექანიზმების მოძიება, როგორ გავაჩეროთ, ესე იგი ატმოსფერული ჰაერში ტემპერატურის მატება და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს, ან რა არის პარიზის დღის წესრიგი. პარიზის გადაწყვეტილება ფაქტიურად ნიშნავს ვალდებულებას, რომელსაც იღებს ნებისმიერი ქვეყანა, იმაში, რომ მან ის შეამცირებს საკუთარ ემისიებს სათბური გაზებისა, რომელიც რეალურად მოქმედებენ ჩამოყალიბებაზე იმ ეფექტისა, რომელსაც ჩვენ ვუძახით სათბურის ეფექტს. ანუ როცა ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს პრაქტიკულად რო ვთქვა, თუმცა ეს დილიტანტურად ფლათ არ არის და იცვლება რაღაცეები. აი მეორე შეხვედრა ეხლა ტარდება ანტალიაში, ისევ ჩვენ რეგიონში, კავკასიაში, თურქეთში იქნება კიდევ ერთი და თურქეთს აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს შეხვედრა ასევე ეტაპობრივი იქნება, როგორც პარიზის შეხვედრა. მაგრამ აქ არის ბევრი პრობლემა. პრობლემა ვალდებულებების, პრობლემა კლიმატის კონვენციის აღსრულების. ჩვენ 70-იან წლებში, როცა დადგა საკითხი კლიმატის ცვლილებისა, ძალიან ბევრი გარემოს დამცველი და ეკოლოგი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზეზი ადამიანისა პირველ რიგში. შემდგომ უკვე 90-იან წლებში ეს აზრი იყოფა და ჩვენ ვამბობთ, რომ ცირკულარულად დედამიწა ხან აცივდება, ხან დათბება, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ციკლურია, მაგრამ ადამიანის აქტივობა პროგრესით, გეომეტრიული პროგრესით გაზარდა დაჩქარება კლიმატის ცვლილებისა. ანუ თუ იყო პროგნოზი გაკეთებული, რომ დაიწყება ცვლილება 2050 წლისთვის, აი ამ ადამიანის ჩარევამ გამოიწვია, რომ ის დაჩქარდა და უკვე რეალურად დაგვიდგა. რა ნიშნებია კლიმატის ცვლილების? მაღალი ტემპერატურები, ექსტრემალური ტემპერატურები და ხანგრძლივობა ექსტრემალური ტემპერატურების. ღვარცოფები, გახშირება ღვარცოფების, გახშირება მეწყერების. უჩვეულო წვიმები, ანუ სეზონზე შეიძლება მოვიდეს ერთ დღეს მოვიდეს თელი სეზონის ნალექი, ის რაც მოხდა მაგალითად გუშინ წინ თელავში და რაც მოხდა ვერაზე 2013 წელს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის კლიმატი და კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ჩვენ ვიცით, ეს არის დნობა ყინვარების და ჩვენ 1/13 უკვე შემცირებულია ჩვენი ყინვარები და ზღვის დონის მატება. 900 წლიდან მოყოლებული დღემდე შავი ზღვის დონე მომატებულია 20 სანტიმეტრი. ეს იმიტომ რომ ყინვარები ვარაუდი არის, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ყველაზე რბილი სცენარია, რომ 50 სანტიმეტრამდე მოიმატებს ოკეანის დონე, ყველაზე მძაფრი არის, რომ 1 მეტრამდე მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი კოლხეთის დაბლობი აღმოჩნდება წყლის ქვეშ
ეხლა ვაშენებთ იქ ძალიან მაღალ შენობებს და მართლა საკითხავია რისთვის ვაშენებთ და რატო ვაშენებთ. იმიტომ რომ სამწუხაროდ კლიმატის ცვლილება მოხდება და ჩვენ გვექნება უფრო მეტი შტორმი, უფრო მეტი ქარი, უფრო მეტი მძიმე სიტუაცია და უფრო მეტი ექსტრემალური ტემპერატურა. იმიტომ ეს არის კლიმატის ცვლილების ნიშანი. შეიძლება ბატონ ტრამპს არ ჯეროდეს კლიმატის ცვლილება, მაგრამ მას არ ჯერა სხვა მიზნის გამო. პირველი პერიოდის დროსაც გააჩერა მოქმედება პარიზის დოკუმენტისა. მეორე პრეზიდენტობის დროსაც აგრეთვე თქვა, რომ არა კონვენციიდან გავიდა, არამედ მხოლოდ პარიზის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, სადაც იყო ვალდებულებები. რა ხდება ამ ვალდებულებებზე და რატომ არის ესეთი პრობლემა? ეს უკვე პოლიტიკური თემა არის, რასაც ტრამპი გვაბრალებს, რომ პოლიტიკაში გადახვედით, გარემოს დამცველებით და ჩვენ არ გვჯერა კლიმატის ცვლილების. რეალობაში მართლა პოლიტიკური თემა გახდა, იმიტომ რომ რვიანის შეხვედრა არ ტარდებოდა, სანამ ტრამპი მოვიდოდა ისე. 7-იანის შეხვედრა, ჯერ 8-იანი იყო, მერე 7-იანი გახდა, უბრალოდ ჯერ 7-იანი იყო, მერე 8-იანი გახდა, ისევ 7-იანი გახდა. 7-იანი შეხვედრა, ანუ თავარი მოთამაშეების მსოფლიოში არ ტარდებოდა, რომ კლიმატის საკითხი არ ყოფილიყო დასმული. დაოსის შეხვედრა არ ჩატარებულა ეკონომიკური ფორუმი, თუ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არ იყო ლაპარაკი და რატო? იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება შეექმნოს სახელმწიფოებს, ეს არის ეკონომიკური ზრდის გაჩერება. იმიტომ რომ წნეხი არის იმაზე, შენ არ უნდა გააფრთხილო ემისია, შენ არ უნდა დააწვე გარემოს, შესაბამისად არის პრობლემა, შესაბამისად ეძებენ სუფთა ჰაერს. ანუ რა მექანიზმი ვერ შექმნა ჯერ კონვენცია, მიუხედავად იმისა, რომ კიოტოში იყო მცდელობა, რომ ეს მექანიზმი ვაჭრობის შემოსულიყო, სათბური გაზების და კარბონ კრედიტების CO2, ანუ კარბონ კრედიტია, რომელიც შეიძლება ივაჭრო და გახადო ძალიან მნიშვნელოვან თემად. ეს მექანიზმი ბოლომდე ვერ შემუშავდა, ანუ კიოტოს ოქმი ვერ ამოქმედდა ბოლომდე. შესაბამისად პრობლემა გახდა და ეხლა ეძებენ ახალ მექანიზმს. კიოტოს ოქმი ფაქტობრივად დაიხურა ბალის შეხვედრის შემდეგ, ანუ ბალის შეხვედრა იყო, სადაც ტრამპმა ზუსტად განაცხადა, რომ მე მარტო არ ვიქნები პასუხისმგებელი და მოდით ყველა ქვეყანა იყოს პასუხისმგებელი და ამიტომ შედგა პარიზის შეთანხმება საბოლოო ჯამში. ამიტომ ყველას ვალდებულება იყო, იმიტომ რომ საწყისში რო გასაგები იყოს, კლიმატის კონვენცია ისე გაკეთდა, რომ იყო პირველი დანართის ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ვალდებულები შეემცირებიათ ემისიები, ანუ მის ეკონომიკა უნდა შეემცირებიათ მოქმედება ეკონომიკის და იყო მეორე დანართის ქვეყნები, რომელსაც არ ჭირდებოდათ ემისიის შემცირება და არ იყო ვალდებულება, რომ აუცილებლად შეერჩია და ამ ქვეყნების რიგში გადიოდა საქართველო. პირველი დანართის რიგში გადიოდა თურქეთი და თურქმენთა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე დანარჩი აღმოჩენილიყო, რომ ვალდებულება არ ქონოდა ემისიის შემცირების. მეორე დანარჩი იყო ჩინეთი, დღეს იმის გამო, რომ ჩინეთის ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი ემიტორი გახდა, ანუ მთავარი ემისიის გავრცელებელი გახდა და ჩინეთში იმ დონეზე მიაღწია სათბური გაზების ემისიამ, განსაკუთრებით ქალაქებში, რომ გამჭვირვალობა ქალაქების არის და დღეს უმკაცრესი კანონმდებლობა აქვს თვითონ ჩინეთს ჰაერის დაცვასთან დაკავშირებით. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულად პრობლემური შექმნეს. და ამ სიტუაციაში, როცა ვამბობთ ამ ვაჭრობის თემაზე, რა არის საგანძური ნებისმიერი ქვეყნის, ეს არის შთანთქმელები, ეს არის ტყეები, მდელოები და მდინარეები, ეს არის შთანთქმელი, რომელიც გააჩნია საქართველოს, რომელიც უნდა დავითვალოთ, უბრალოდ კიდევ კარგი რომ მექანიზმი ბოლომდე არ არის შექმნილი, თუ არა, მე მგონი საქართველოში ყველა ამით დაიწყებდა ეხა ვაჭრობას, რომ არიქა ხეები გვაქვს და გვიშველეთო. რეალურად თავარი მიდგომა ევროპაშიც და ამერიკაშიც და ჩინეთშიც კი არის, რომ ხე არ უნდა მოიჭრას, პირიქით უნდა დაირგოს
და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ემიტორები, ანუ მაქსიმალურად უნდა მოხდეს შთანთქმელების გაზრდა. კი ბატონო. ჩინეთში იმ დონეზე მივიდნენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ არის ერთი ხის მოჭრა. ჩვენთან როგორ არის მაგ ხრივ აი ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა ამ ნაწილში, უბრალოდ ძალიან ცოტა რესურსი ცოტა რესურსი იყოფა იმისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფო ტყეები შევინარჩუნოთ. ანუ ეს საკმარისი ბიუჯეტი არ არის. ანუ ჩვენ უფრო მეტი მცველი გვჭირდება. გაკონტროლების მექანიზმს გულისხმობთ, რომელიც არა, მცველებს გულისხმობ და მონიტორინგს გულისხმობ, ანუ ჩვენ ძალიან სერიოზულად გვჭირდება ეს, რატო? იმიტომ რომ სახეობები შეიძლება შეიცვალონ. კლიმატის ცვლილების ფონზე ჩვენ ვკარგავთ და თუ სადმე რამე მოხდა, ღვარცოფული მოვლენა, ან მიწისძვრა, ან უბრალოდ მიწისძვრა არა, თუ ან წყალმოვარდნა, ან რაღაცა ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ დავარღვიეთ თვითონ სტრუქტურა ეკოსისტემის, ანუ აღარა გვაქვს ჭალის ტყეები, რომლებიც იცავდნენ წყალდიდობების დროს, აღარა გვაქვს თვითონ რასაკეთებს ხე გამწვანება ტბების გარშემო ამცირებს აორთქლებას. შესაბამისად, როცა ახლა დღეს მაგალითად უყურებდი, რომ გდანის ტბა დაჭაობდა, გარშემო გამწვანება რო იყოს, არ მოხდებოდა ესეთი რაღაცა. ამიტომ ელემენტარული ეკოსისტემური ბალანსის დარღვევა ამ შემთხვევაში იწვევს იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. წყალი ქრება მდინარეებში და ჩვენ უნდა, ესე იგი, ჩვენი ტყეები არ არის კომერციული დანიშნულების, ჩვენი ტყეები არის წყალწარმომქმნელი, წყალდამცველი, იმიტომ რომ ჭალის ტყეები იცავდნენ. და ეს არის რეალურად ის, რაც იცავს ფერდობებს დაშლისაგან, ღვარცოფისაგან და მეწყერისაგან. ანუ თუ ჩვენ არ მოვჭრით, შეიძლება ძალიან ბევრი რამე შევინარჩუნოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რგვები, რაც უფრო მეტი გამწვანება ფერდი, მით უკეთესია ჩვენთვის. და კიდევ ერთს დავამატებდი და გავჩნდები, ერთი მომენტი, რომელიც არის პრობლემური, ყოველთვის გონია, რომ დრო გვაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დრო აღარა გვაქვს. დედამიწა მართლა წამზომი ჩაგვერთო და ძალიან მალე ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე აი თქვენი საუბრობთ მყინვარების ახსენეთ, მყინვარების გაქრობაც ახსენეთ, სულ ცოტა ხნის წინ მქონდა ჩვენ გასვლითი გადაცემა, ვიყავით მესტიაში და კავკასიონის მყინვარებს დავუკვირდით ლევან ტიელიძესთან ერთად, ლევან იყო ჩამოსული და ამ გლაციოლოგებთან ერთად მოკლედ ეს სიუჟეტი გადავიღეთ და თქვათ შორის თუ არ გინახავთ, ჩვენ მსმენელი და მაყურებელი გირჩევთ რომ ნახოთ აუცილებლად და აი ზუსტად ვაკვირდებოდით ეს ლევანის კვლევის პროცესს და თვითონ ახლა მეც ხომ მქონდა ამაზე ინფორმაცია, მაგრამ იმდენი რაღაცა შევიტყვე თვითონ ამ სიუჟეტის გაკეთებისას, რომ რთულია თუ ამ ხელა ინფორმაციას, ასეთ ინფორმაციას მიიღებ, რომ მაგაზე უფრო მეტად არ დაფიქრდე, იმიტომ რომ მყინვარის გაქრობა, რომელიც ძალიან ჩქარა ხდება და ჩვენ ნახეთ კონკრეტული ადგილები და ლოკაციები, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ აქ მყინვარი იყო და ახლა უკვე როგორ არის აწეული და შეთხელებული ეს ფენა ну გაფიქრებინებს რომ როგორც რაღაცა ხდება, ხო? და ეს რაღაცა უფრო და უფრო ჩქარდება და რაც შეეხება ხა ყინულის მნიშვნელობას, შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს, მაგრამ ეს ხო პირდაპირ დაკავშირებულია ძალიან ბევრ რაღაცასთან, მათ შორის კატაკლიზმურ მოვლენებთან, ხო? იქ შეიძლება დაგროვდეს მაგალითად ტბას, რასაც ვეძახით, ხო? იგივე მყინვარის ტბას, რომელიც როდის წამოვა და როგორ წამოვა, ეგ არ ვიცით. და გარდა ამისა წყლის დონის მატება ახსენეთ თქვენ და აი ერთი შეკითხვა მინდა ესეთ დავსვა, უბრალოდ ჩვენ მსმენელს ქონდა ესეთი შეკითხვა, ანუ ჩვენ გადაცემის დაწყებამდე, ანუ ვსდებთ ხოლმე უკვე მეორე ეპიზოდი ესეთი ახალი ინიციატივით შემოვედით და ერთ-ერთ ჩვენს მაყურებელს ქონდა ესეთი შეკითხვა, რომ მე როდესაც რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში ვიყავიო ჯერ კიდევ, ჩემს შემთხვევაში რო ვკითხულობდიო, თითქოს ყველა მკვლევარი კიდევ უფრო მეტად იყო შეთანხმებული, რომ ეს კლიმატის ცვლილება
მართლაც ხდებაო და ბოლო დროსო უფრო და უფრო ხშირად ხდებაო, რომ ინფორმაცია სადაც ამბობენ, რომ თითქოს უფრო რაღაცა გადავამეტეთ და არც ეს სახიფათო ყოფილვაო და აი ესეთი შეკითხვები რატომ ჩდება? ეს შეიძლება იყოს იმიტომ რომ ეს ტრამპის და ზოგადად პოლიტიკის გავლენა, სადაც შეიძლება ეს მკვლევრები იყვნენ პირდაპირ დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან, ან მოთამაშეებთან, აი ეს მაინტერესებს. ნუ ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ კი. ეს არის აშკარად ის ტენდენცია, რომ გარემოს დამცველებმა შეეცადნენ და შეიძლება შეარბილონ პოზიციები, იმიტომ რომ ტრამპმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, იგივე მწვანე ფონდისთვის, იგივე კლიმატის ფონდისთვის და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეს განცხადება, რომ პარიზის შეთანხმებიდან გავდივარო, სუფთა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ მათ არ ჯერა და რა მოხდა სინამდვილეში და რატომ არის ესეთი შერბილება. ხა ევროპაც განიცდის დერეგულაციებს, იმიტომ რომ მწვანე შეთანხმება რომ მიიღო ევროპამ, ამ მწვანე შეთანხმებიდან სოფლის მეურნეობას ისეთ სტანდარტები დაუწესეს, რომ ფერმერების გამოსვლებს უყურებდით თქვენ. ანუ დერეგულაციები იწყება გარკვეული იმდენად რეგულატორული და იმდენად მკაცრი გააკეთეს, რომ ძალიან ბევრმა ფერმერმა პროტესტი გამოთქვა, იმიტომ რომ სრულად ეკონომიკას ურტყამს უკვე მთლიანობაში. ანუ ყველაფერში ზომა უნდა იყოს. ცხადია და არა. მაგრამ დავაწყნარებ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ მაგამდე შორსა ვართ. ჩვენ დერეგულაცია არ გვჭირდება, ჩვენ რეგულაციები გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ელემენტარულ მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებთ, ის რომ ვისუნთქოთ სუფთა ჰაერით, სუფთა წყლით ვისარგებლოთ და რომ ჩვენ არ გავანადგუროთ ჩვენი ბუნება. თუ ჩვენ რამე გვემართება, ძალიან ბევრ შემთხვევაში ისევ ადამიანების ბრალი არის. თუმდაც ის არავის არ ჯერა. რომ ეს რა ხდებაო, რომ დემოგრაფიული პრობლემა აქვს საქართველოს. უკაცრავად, მაგრამ არავის არ ჯერა, რომ ეს გარემოს დაცვითი პრობლემაა. დემოგრაფიას გარემოს დაცვითი მეცნიერება სწავლობს, ეკოლოგები სწავლობენ დემოგრაფიის კლებას. იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს ყოფასთან არის, სოციალურ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ რა ვერ გავარჩევიეთ ჩვენ მოსახლეობას. რომ ეკოლოგია არის მეცნიერება სახლის შესახებ, რაც არისტოტელმა თქვა თავის დროზე, და გარემოს დაცვა არის სინთეზი სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და ბუნების დაცვის, ეკოლოგიის. ანუ ეს უფრო ფართია და უფრო რთულია, ვიდრე თვითონ ეკოლოგია. ჩვენ რო ვზივართ მაგიდასთან, აი ესეც ეკოლოგია. ესეა ჩემი ურთიერთობა მარტივად რო ვთქვა, არსებობს უფრო რთული განმარტება. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთქმედება არის ეკოლოგია. ამიტომ ურთიერთგავლენა, ანუ ეს მაგიდაც მოქმედებს ჩემზე და მეც მოქმედებ ამ მაგიდაზე. ეს უკვე ეკოლოგია. მაგრამ ის რაც ხდება გარემოში, ეს არის აი ეს ფაქტორები, რომელმაც იცვლება. ამიტომ პოლიტიკური ნაწილი ამაში არის და ძალიან ცდილობენ, ესე ვთქვათ, გარემოს დამცველები ცოტა მადებს, ესე ვთქვათ, ცოტა მოუკლოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა, რა თქმა უნდა, არსებობს. კი ბატონო. ხო, და ეს მაგრამ აი ცოტა ესეთ შეკითხვა გამიჩნდა ახლა, რომ ერთი მხრივ ხედავთ, რომ ეს პროცესი ჩქარდება, მაგრამ მეორე მხრივ ამბობთ, რომ ევროპაში მაგალითად ეს ამ რეგულაციებისგან ანუ მძიმეა, ხო, ეს რეგულაციები ძალიან ეკონომიკას და აი აქ როგორ უნდა ვიპოვოთ ეს ბალანსი თქვენი აზრით, ანუ რომ ერთი მხრივ ეს ფერმერი არ დაზარალდეს და მეორე მხრივ არ ვიცი, ფერმერმა სიტყვა რაღაცა კაი მიაღწია თავის მიერ და მე მერწყენმა არ წაიღოს მთლიანად ის რეგიონი. გარემოს დაცვითი პოლიტიკა არის კომპრომისების პოლიტიკა. ძალიან ბევრ გარემოს დამცველს არ გონია, რომ კომპრომისი შეიძლება გარემოს დაცველი წავიდეს. გარემოს დამცველი აუცილებლად მიდის კომპრომისზე, იმიტომ რომ თუ წინ დგას სოციალური ფაქტორი, იმან უნდა შეარბილოს პოზიციები, რომ საერთოდ ბოლომდე არ გაქრეს ბუნება. ანუ ჩვენ რა გვირჩევნია? ჩვენ გვირჩევნია, რომ ბუნება შევინარჩუნოთ, მაგრამ ისი არა, რომ ადამიანი დაზარალდეს. ან უდაბნო არ უნდა მივიღოთ ადამიანის გარეშე, ან
სცენარი უნდა დარჩეს ადამიანთან ერთად. ანუ ეს არის ძალიან რთული პოლიტიკა, ამიტომ არის რომ გარემოს დაცვა მთლიანობაში მოიცავს და კლიმატის გადაწყვეტილებებიც ესე არის, ეკონომიკური დგენელი აქ შიგნით ძალიან ძლიერი. ამიტომ მოიგონეს ცირკულარული ეკონომიკა, ამიტომ მოიგონეს მწვანე ეკონომიკა, ამიტომ მოიგონეს ძალიან ბევრი მექანიზმები და ყველას გონია რომ გარემოს დაცვა ეს უბრალოდ სოციალური საკითხი არ არის მარტო სოციალური, ეს არის ეკონომიკური საკითხიც. სამწუხაროდ 90-იან წლებში როცა იწყებოდა ეს მოძრაობები რომ მოდით შევამციროთ კლიმატი და რაღაცა კლიმატზე ზემოქმედება, ადაპტაციური ღონისძიებები დავგეგმოთ და ასე შემდეგ, მაგ დროს ჩვენ კარგი მაგალითები მდგრადი განვითარების, ანუ ისეთი მდგრადი განვითარების არა როგორც ჩვენთან გონიათ. ნამდვილი მდგრადი განვითარების ჩვენ არ გქონია მსოფლიოში. დღეს გვაქვს ისეთი ქვეყნები, რომლებიც არიან დემოკრატიული და საკმაოდ გარემოს დაცვა ვერ იტანს ავტორიტარიზმს პირდაპირ გეუბნებით. ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის ახალი ზელანდია, როგორც არის ირლანდია, ისლანდია და ასე შემდეგ. ესენი არიან მდგრადად შემდგარი ქვეყნები, ანუ მათთვის პრიორიტეტი არ არის ბიზნესის საჭიროებანი მარტო, მათთვის პრიორიტეტი ადამიანის საჭიროებანი. აი ეს არის სწორი მიდგომა მდგრადი განვითარების. და რა თქმა უნდა გარემოსთან თანხმედრაში რა მოხდა ევროპაში, უბრალოდ იმდენად მკაცრი რეგულაციები მიიღეს, რომ მისი აღსრულება შეუძლებელია. ეს დაახლოებით გავს საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებულ რეგულაციებს, რომლებიც იყო ისეთი ტიპის დაბინძურებასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა ტექნოლოგია, რომ ამ სისუფთავესთვის მიგეღწია და ამიტომ აჯარივებდა ყველა უწყებას. ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ შენ უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ამიტომ არის შედეგი რა არის? უნდა შეინარჩუნო მაქსიმალურად და უნდა იყოს პირველ რიგში ადამიანის კეთილდღეობისთვის. ანუ ჩვენ გარემოს ვიცავთ ადამიანისგან, ადამიანისთვის და არავისთვის სხვისთვის. ასე რომ ეს მომენტი არის გადავაჭარბეთ რაღაცეებში ძახილით პოლიტიზირება უფრო მოვახდინეთ და ამან მოგცა უკმედება რომ ადამიანებს აღარ უნდათ ამდენი დაცვა და ეს არ არის სწორი. კი ბატონო. ხო და ნუ მაგრამ საქართველოს ეს არ უმუქრება, ჩვენ კიდე ბევრი რეგულაციები გვაქვს მისაღები. კი ბატონო, ამას ალბათ რაღაცით ეხმაურება ეს შემდეგ შეკითხვა რაც მაქვს, რომ ჩვენ ხო ვამბობთ რომ კლიმატი იცვლება, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით რომ თვითონ დედამიწასაც თქვენს ახსენეთ რომ აქვს თავისი ციკლური პერიოდები, ხო? ანუ როდესაც არ ვიცი, საერთოდ ადამიანი სანამ ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდოდა, მანამდეც იყო და საერთოდ ადამიანამდეც იყო ეს, ხო, რა თქმა უნდა და იქნება კიდევაც, რომ იყო რაღაცა გამყინვარება, შემდეგ დათბობა და აი ამ ხრივ ხო საუბარია იმაზე რომ ეს გლობალური დათბობა ესეთი პერიოდი რა უნდა ქონოდა კიდევაც, ხო? მაგრამ მე ადამიანი ჩაერია და უფრო გაამძაფრა, ხო, ანუ რაღაცა ხო, აი უხეშად რო თქვა, რომ რაღაც არის დარღვეული ან რაღაც პროცესი და შენ კიდევ ამას აჩქარებ. აი ეს თემა რომ ამოწუროთ, მინდა რომ ბოლო აი ამას ჩაგიკითხოთ კიდე რომ ანუ როგორ ხედავს თქვენ, ანუ რამდენად დიდი არის ამ ხრივ რეალურად ადამიანის ჩარევა, როგორ ხედავთ, ხო? და რამდენად არის საერთოდ აი ამ პროცესებში ძალუც ადამიანს, რომ მართლა მოახდინოს, გქონდეს გავლენა. გინდაც აი, როდესაც მესტიაში ვიყავით, ლევანის უამბობდა, ეს არის შეუქცევადი, რაღაც მაგალითად რო ეს ყინული დნება და ეს გადნება, მაგრამ მოდი ეს პროცესი უფრო შევანელოთ. ანუ პირიქით ხელს ნუღარ შეუწყობთ ამ შეუქცევადს ისევ. აი ეს მაინტერესებს უახლოეს 50 წელიწადში გინდაც, ხო? აი 21 საუკუნის ბოლოსკენ რა პროგნოზები არის ამ მიმართულებით? რა დონეზე შეგვიძლია ჩავერიოთ ან თავარი ქმედება ზუსტად მაგაში არის მსოფლიოში, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზემოქმედება, რასაც ჩვენ ვახდენთ, რაც შესაძლებელია, ანუ გონივრულად ცხადია და არაგონივრულად არ არის, ნუ საქართველოს აქვს პოტენციალი ამისი. მეორე საკითხია, რომ ჩვენ არ გვჭირდება შემცირება, ანუ ვერ მივახციეთ იმ დონეს, რომ ყველაფერი გავაფრქვიოთ ჰაერში ჯერ კიდე. ანუ ჩვენ თავისუფლად ავიღეთ ვალდებულება 50+1, როგორც არის ფაქტობრივად ესეთი გვაქვს ძალიან ამბიციური პარიზის შეთანხმების, ანუ ჩვენი ვალდებულებები საკმაოდ მკაცრია და კარგია.
რო არის. იმიტომ რომ გვაქვს რეზერვი და შეგვიძლია, არ გავაჩერებთ ეკონომიკურს და ამ შემთხვევაში. და შევარნელებთ, მაგრამ მარტო ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული, ყველა ქვეყანას აქვს პრობლემა, მაგრამ ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა არის საქართველოში, ეს არის ჩვენ არა ვართ მზად კლიმატის ცვლილებისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ ადაპტაციური ღონისძიებების გეგმების მომზადება. ეხლა დაიწყო სახელმწიფომ ესე იგი ადაპტაციური ღონისძიებების გეგმის მომზადება. ერთი წელი დავაგვიანეთ ცოტათი, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ეს გეგმა, მე წინასწარ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს დეტალებში ჩასული და მაგალითად რა არის ადაპტაციური ღონისძიებების გეგმის ნაწილი. ადაპტაციური ღონისძიებების გეგმის ნაწილია, მაგალითად, რომ თელავში არ მომხდარიყო ეს ღვარცობი, როგორ უпростоრად მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდებოდა ამხელა ზიანის მიღება, იმიტომ რომ იქ არ აშენდებოდა შენობები, რომლებიც არ შეიძლებოდა რომ იქ ყოფილიყო. აი ეს მკაცრი რეგულაციები შემოდის ამ დროს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და უნდა ვნახოთ. მყინვარი როცა დნება, ჩვენ როცა ვიძახით, რომ ჰიდროენერგეტიკა გვჭირდება, ჩვენ უნდა დავთვალოთ, რამდენი გვაქვს წყალი, იმიტომ რომ წყალი შეიძლება დავკარგოთ და თუ ჩვენ ნაპირები გავჩეხეთ, იცოდეთ, რომ წყალს ვერასოდეს ვერ მივიღებთ და ძალიან ბევრი წყარო დაშრა საქართველოში და ძალიან ბევრი მდინარე ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ არასწორ ექსპლუატაციას უწევთ ჩვენ თვითონ. ამიტომ ბევრი სოფელი უწყლოდ დარჩა, ხო წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაში შეიძლება იყოს და ჩვენ ისედაც პრობლემები გვაქვს წყალთან დაკავშირებით. ამიტომ უბრალოდ არ ვამბობთ ამის შესახებ, უნდა ვთქვათ რეალურად, რომ არის რაღაცა ბარიერები, რაც არის გადასაჭრელი. და აუცილებელი არის ალბათ შერბილების ზემოქმედების შერბილების პოლიტიკა და ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა. ანუ ის რაც გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან. მაგრამ ეს მარტო საქართველოს კი არ უნდა აკეთოს, ეს ყველა ქვეყანამ უნდა აკეთოს. და ერთობლიობაში არის ეს ეფექტური. თუმცა თუ კავკასიის ქვეყნები ერთიან პოლიტიკას გაატარებენ, თვითონ კავკასიის რეგიონი იქნება საკმაოდ მდგრადად ამ შემთხვევაში განვითარებული. კი ბატონო და ამიტომ არ არის კლიმატი საზღვრებზე დამოკიდებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთობა კავკასიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების და არა მარტო მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიონისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა იმ პროცესები, ისეთი პროცესები არ მივიღოთ, როგორც მივიღეთ შოვში. კი ბატონო. ერთ-ერთი შეკითხვა ასევე ესეთი იყო თქვენს მიმართ ინტერესებდა ერთ-ერთ მსმენელს, რომ აი შოუი ახსენეთ და მაგდანო რამდენად ბევრია ისეთი ადგილი საქართველოში, რომელიც პოტენციურად იგივე საფრთხეს ატარებს, როგორც მაგალითად შოუში იყო, აი გაინტერესებდათ რა. 3000-ზე მეტი თუ 4000-ია მეწყერ გრავიტაციული ზონები. საქართველოში. ხო წარმოგიდგენთ რა? ბევრი პატარა ქვეყნისთვის. სულ ყავს 4000 დასახლებული პუნქტი. ამის გარდა ჩვენ უკვე შეძლეს და გამოყვეს საფრთხის მატარებელი რეგიონები, ანუ 47 მუნიციპალიტეტი არის საფრთხის მატარებელი, როგორც ღვარცობის, ასევე მეწყერის, ასევე გვალვის, ასევე ძლიერი წვიმის, ასე ვთქვათ, წარღვნის, რაც გინდათ ის დაარქვით, კი ვიღაცა მიწერს, რომ ვაშინებ, მაგრამ რა ვქნა არის და იდენტიფიცირებულია ყველაზე ცხელი წერტილები დაახლოებით 111 თემია გამოყოფილი, რომელიც საფრთხის ქვეშ მატარებელია, ანუ ჭირდება სპეციალური უზრუნველყოფა და ეს პირველი ეტაპი. თუმცა არის უფრო მეტი, თქვა კიდე ერთხელ ვამბობ და კლიმატის ცვლილების ფონზე ეს წერტილები უფრო იზრდება. მთელი უბედურება ამაშია. ის კი არ არის, რომ აი ვიცით და გადავწყვიტეთ. არა, ეს კიდე მოხდება.
იყო თუ არა საქართველოში ესეთი რამე თქვენ ახსენეთ წარსული და რაღაცა მცირე გამყინვარების დროს რომელიც აღწერილია ისტორიულად ჩვენ ხუროთმოძღვრების ძეგლებშიც კი ფიქსირდება კლიმატის ცვლილება. ანუ მისი სარკველები სხვანაირად არის გაკეთებული მაგალითად დავითგარეჯში. ანუ თუ ადამიანი დაინტერესდება ამ კლიმატის ცვლილების შედეგებს და რა მოყვა ამას ყველაფერს დაინახავს ისტორიულ წარსულშიც კი. და რა შეიძლება გაკეთდეს. თუმდაც ის ბანიანი სახლები და ან გადახურვა მიწით და კორდით. რაც არის შემორჩენილი ნინოწმინდაში. ესეც სითბურის, ანუ ერთ-ერთი ადაპტაციური ღონისძიებაა და ესეთი შენობები შემოდის ახლა ევროპაში, ესე აკეთებენ და არა მაღალსართულიანი შენობები თქვენ წარმოიდგინეთ, არამედ ასეთი ტიპის ბუნებასთან მიახლოებულ შენობებს აკეთებენ იმისთვის, რომ ადაპტირება მოხდეს უფრო იოლად ადამიანისთვის. საინტერესოა ძალიან, ანუ რეალურად ადამიანს უწევდა ხო თავისი ისტორიის განმავლობაში რაც არსებობს პრეისტორიულ პერიოდშიც მათ შორის ავაროთ სულმუდმივად იგივე არ ვამბობენ ხოლმე მაგალითად ადამიანი homo sapiens კონკრეტულად თუ აფრიკაში გაჩნდა როგორ მოხდა ამერიკის კონტინენტზე ხო იმიტომ მოხდა რომ საერთოდ სხვა რეალობა იყო იქ და გადავიდა ფეხით იმყინულზე რასაც ახლა შეუძლებელია მაგის გაკეთება და ნუ ეს ცვლილებები მუდმივია მაგრამ აი ის რა მაინტერესებს ამაში ხო აქვს კიდე სხვადასხვა ფაქტორებს აი მაგალითად მინდა რომ გადავიდეთ ელ-ნინიოს ფაქტორზეც ხო ეს არის ასევე ბუნებრივი პროცესი რომელიც აი სხვადასხვა დროს ესე თუ უფრო მძაფრია ხო და ეს ფორმირდება ზუსტად ეს არის თბური ნაკადი რომელიც ფორმირდება ხმალთა რა ქვია ოკეანეში ეკვატორთან დიახ და მერე ცელდება ასე ვთქვათ ორივე ნახევარსფეროზე ფაქტობრივად უბრალოდ აღმოჩნდა რომ ის რაც შემაკავებელი ფაქტორები იყო ამ ელ-ნინიოსი და მეტნაკლებად აბალანსებდა ტემპერატურებს კონტინენტებზე ის შემაკავებელი ფაქტორები შემცირდა ასე ვთქვათ უფრო ნაკლები არის შესაბამისად ელ-ნინიოს გავრცელება და ამას დაარქვეს სუპერ ელ-ნინიო 5 წელიწადში ერთხელ ხდება ამის ფორმირება წყნარ ოკეანეში შესაბამისად თითქოს საქართველოს შორს არის წყნარი ოკეანიდან, მაგრამ ვიკითხეთ, რამდენად მოხდება გავლენა. აღმოჩნდა, რომ 2023-24 ელ-ნინიოს გავლენა საქართველოში იყო და თუ რამე გახსენდებათ 23-ში და 24-ში, მოიფიქრეთ, რა გქონდა ჩვენ სერიოზული პრობლემები, რა მოხდა. ესეც ამის ერთ-ერთი ფაქტორია, ანუ ძალიან მაღალმა ტემპერატურამ უცებ დაცემა ტემპერატურის, აი ეს იყო ის, რაც მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია ტრაგედია შოვში. ხო. 23 წელი, მერე იყო წყალდიდობის კასკადი გურიაში, მერე იყო ნერგიეთი და ასე შემდეგ. ანუ იფიქროს მაყურებელმა რომ ვაშინებ, მაგრამ არის ეს ციკლურობა, ეს არის ბუნებრივობა. და ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. დღეს როცა ამბობენ სუპერ ელ-ნინიო, ჩვენზე ზემოქმედება იწყება ცოტა უფრო გვიან. ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, მაგრამ რა მოხდება, როგორი გავლენა ექნება შემაკავებელ სხვა, ესე ვთქვათ, ნაკადებს ჰაერში, ეს ჯერ ბოლომდე პროგნოზირებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების სიტუაციიდან გამომდინარე, მეტეოროლოგებს გრძელვადიანი პროგნოზის, მკაფიო პროგნოზის, ესე ვთქვათ, გაკეთება უჭირთ. იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები დედამიწის გარშემო. ამიტომ აი
მართლა რთულია რომ პროგნოზი გავაკეთოთ. ახლა არავინ არ ელოდებოდა ამ ხელა სიცხეებს, ამ ხელა მომატება სიცხეს ევროპის ნაწილში, ევრაზიის კონტინენტის. არ დათბა ეს ხო? ესე არ დათბა, მაგრამ ჩვენც ველოდებით რომ მაინც იქნება ექსტრემალური. ჩვენ მიჩვეული ვართ, ჩვენთვის ნორმალურია 45 გრადუსი, ანუ ექსტრემალური ტემპერატურები მე-20 საუკუნეშიც და მანამდეც იყო ესეთი მაღალი ავარდნა ერთი დღით უბრალოდ. განსხვავება კლიმატის ცვლილების არის ის კი არა რომ ექსტრემალური ტემპერატურა პირველად მოხდა. არა, განსხვავება არის რომ ხანგრძლივობა, ანუ ერთი დღის მაგივრად 4 დღეა, 5 დღეა, ერთი კვირა. აი ეს არის პრობლემა ამ შემთხვევაში. ეს არის დამახასიათებელი და ნუ ძალიან ძლიერად ვრცელდება სითბური ტალღები. თან თბილისში არ იყო სითბური ტალღები როგორც ასეთი, იმიტომ რომ ქალაქი ნიავდებოდა, დღეს ქალაქი არ ნიავდება. უმძიმეს მდგომარეობაში, ანუ ურბანულ ადგილებში უფრო მეტი და მეტი დაწოლა იქნება. ეს არ ნიავდება რომ აუხსნათ ჩვენს სვენელს, ანუ რატო არ ნიავდება მაგალითად ახსოვებს? ავაშენეთ შენობები იმ ნაკადებზე, რომელიც განიავებას უწყობდა ხელს. ვერეზე ნახეთ რა მდგომარეობა, ნაკადი შემოდიოდა მთაწმინდიდან ქვემოთ ჩამოდიოდა ჰაერი, ავაშენეთ შენობები მთაწმინდაზე. საბურთალოზეც ნუსუბიძის პლატოც სერიოზულად ავითვისეთ, ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი ავითვისეთ და არ განიავება მაგაშია, რომ მტკვრის სანაპირო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და კიდე იძახიან, რომ რაღაცები უნდა ავაშენოთ დიღმის ჭალებში, კიდე სადღაც უნდა ავაშენოთ წანიში და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვჩება ფილტვები ქალაქის. ამის რეგულაციები საერთოდ არ ხდება ჩვენთან ესეთ შეკითხვა ჩდება, იმიტომ რომ ანუ ეს ახლა რასაც თქვენ ავთ ხო თითქოს პირდაპირ ჩანს ხო ეს პირდაპირ დასანახია და ანუ ამის რეგულაცია გასაგებია რომ შეიძლება რაღაც კომპანიის კონკრეტული ინტერესი ქონდეს კონკრეტულ მომენტში და არ ვიცი სახელმწიფოსაც ჩემი მომენტში რაღაც გადაიკვეთოს მათ ფინანსური ინტერესები, მაგრამ რაღაც ზემზე ხო აი როგორც თქვენ თქვით, ანუ ამის რეგულაცია საერთოდ არ ხდება. ესეც იმიტომ რომ მეც ხედავ ამას, ანუ ქუჩაში რომ დავდივარ, მაგალითად ხედავ რომ აგერ აქ ცარიელი სივრცეა, პირობითად ვიძახი და არ ვიცი, აი შემთხვევით ერთვის მე გავი და ძალიან დიდი შენობა ამოზრდილი და სულ ყველგან ეგრე ხდება თან და აი ეგ შეკითხვა მიჩნდება უბრალოდ რომ პირიქით აგერ ადამიანებს ზოგს აივანზე გადიოდა რაღაცა ერთი წლის წინ და რა მშვენიერი ხედი ქონდა და ახლა კორპუსი დგას 100 დგას კორპუსი, ხო ეს განსაკუთრებით დასანახი არის ბათუმში რომ ჩახვიდეთ, არ ვიცი, ანუ ზღვის ხედი ქონდა კორპუსი და უცებ ხედავს რა აღარაფერი აღარ არის საერთოდ და აი ეგ მაინტერესებს რა რეგულაციები ამ ხრივ საერთოდ ანუ პატრონი ყავს? არა, პატრონი ალბათ მაინც ყავს, მაგრამ ქალაქ დაგეგმარებასთან მიმართებაში ჩვენ ძალიან ესა ჩვენ გონია რომ გეგმას რო აკეთებ, თავარი არის გეგმა გააკეთო, მაგრამ იმის შესრულება არ არის სავალდებულო. ამიტომ რეალურად თქვენ რო ნახოთ რა დაემართა თბილისის გეგმას, ანუ იმდენი რეკრეაციული ზონა არის ამორიცხული და გადაკვალიფიცირებული, რომ შესაბამისად ამას ვიღებთ რა საბოლოო ჯამში ამ შედეგებს, რაც დავინახეთ. მერე არანორმალური სურვილი ყველას. აი მინდა აქ ავაშენო და უნდა ავაშენო. აი რატო შეიძლება რომ კალაპოტში ავაშენო სასტუმრო ვერაფრით ვერ ხვდები. მაგრამ არ არის ეს რეგულაცია ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩავწერეთ, რომ კალაპოტში გასხვისება აღარ შეიძლება, კიდე კაი ამას მივახციეთ. ეხლა ვიძახით, რომ პირველი ტერასა აგრეთვე კალაპოტია. და მოდით კალაპოტის ცნება მაინც შევცვალოთ კანონში, იმიტომ რომ არ შეიძლება გაშენება. გეგმები, რუქები თქვენ წახან ახსენეთ, არის თუ არა იდენტიფიცირებული, ეს არის საფრთხეები. ძალიან ეშინიათ ამის გამოქვეყნება, იმიტომ რომ სამშენებლო ნებართვებს ვეღარ გასცემენ. ნო. იმიტომ რომ იქ მშენებლობა უფრო ძვირი დაჯდება, იმიტომ რომ მოთხოვნებია სხვა. ანუ მოგწონს ევროპა, არ მოგწონს ევროპა. ევროპული სამშენებლო სტანდარტები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა უკვე მიგეღო. დათარგმნია, გამზადებულია, მივიღოთ. ნუ ვუფრთხილდებით დეველოპერებს. გვინდა რომ ვისუნთქოთ ნორმალურად. უნდა მივიღოთ ახალი სტანდარტები. და ის რომ სტანდარტი მნიშვნელოვანია,
განსაკუთრებით ეს მკაცრი ევროპული სტანდარტი მშენებლობის დარგში, ამის მაგალითი კარგი გვაქვს თურქეთის მიწისძვრა. ერთადერთი ეპიცენტრში ქალაქი გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მერი იყო ძალიან პრინციპული და არც ერთ ნათესავს არ დაუჯერა და არ შეამსუბუქა სტანდარტი. დანარჩენი ყველა შენობა დაინგრა. იგივე რაც მოხდა დღეს ახლა ვენესუელაში. ამიტომ თუ გვინდა რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ქალაქში, ევროპული ძალიან მკაცრი, უბრალოდ არც ისე მკაცრი როგორც საბჭოთა პერიოდის სტანდარტები უნდა მივიღოთ. და მე რო ვიფიქროთ თუ რამე რაღაცი შესუბუქებას, ხო? არა, შემსუბუქება, იმ სტანდარტების შემსუბუქება არ ხდება მშენებლობაში. მესმის, რა თქმა უნდა. ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანასთან ფერმერსთან მიმართებაში, ხო, ამასთან მიმართებაში ხდება გარკვეული შემსუბუქება. აი ეს ელნინოს თემასაც რომ მიუბრუნდეთ, ანუ შეიძლება ჩვენ პირდაპირ გადავედით მასზე, მაგრამ აი თვითონ ცოტა მეტი ხო არ თქვათ იმაზე, მსმენელს შეიძლება აინტერესებდეს, ანუ თვითონ ფენომენზე რა, ანუ რითი შეგვიძლია გამოვარჩიოთ, ანუ ეს ფენომენი, ანუ რატომ შეიძლება იყოს მაგალითად ახლა უფრო მძიმე და არ იყო მაგალითად ახლა საერთოდ აი ორი სიტყვით უფრო ისე რომ ვთქვათ, აი რა არის მარტივად, საყოველთაო. უფრო მაღალი ტემპერატურების ფონზე, იმიტომ რომ დედამიწაზე ტემპერატურა მომატებულია, დაახლოებით 1.5-2 გრადუსამდე, ამან გააკეთა ფორმირება ელ-ნინიოსი უფრო მაღალის. ეკვადორზე, ამიტომ არის ესეთი მაღალი ტალღები, ასე ვთქვათ, მომდინარე ამ ელ-ნინიოდან. და ეს პროგნოზირებას უწყობს, ანუ ეს იმდენად ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მეტეოროლოგებს კარგად აქვთ შესწავლილი, ამით განსაზღვრავენ შემდგომში გრძელვადიან პროგნოზებს თითოეულ დედამიწაზე და ამბობენ, სად რომელ რეგიონში უფრო მეტი იქნება ან რა მოხდება. ეს უბრალოდ ის, რაც მუდმივად ხდება, ანუ ჩვენ კი ვცხოვრობთ ამ პლანეტაზე, მაგრამ პლანეტა ცხოვრობს. სამყაროში. სამყაროში, ანუ პლანეტას თავისი ცხოვრების ციკლი აქვს. და მუდმივად ხდება ესეთი რამ. თუ გინდათ ასტროლოგიაში ჩამთვალეთ, თუ გინდათ იმაში, მაგრამ პლანეტა თავისას ითხოვს, ანუ იმას თავისი ციკლები აქვს რა. უბრალოდ ჩვენი ამოცანაა, რომ ნორმალურად გავიგოთ ეს ციკლები. კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ რეალურად აი რომ ამბობენ ხოლმე მაგალითად, რომ აი მე ვერ ვგძნობ ახლა და აგერ უფრო ციო და ზაფხულში და რაღაც, ანუ ჯერ ერთი აქ საერთოდ საუბარი არის გლობალური მასზე და შენ პირობითად თვითონ სიცხე ესე რა, მე SMS მის ყოველ შემთხვევაში 9 გრადუსის დედამიწის რომელიც შენ ფიზიკურად შეიძლება ახლა ვერ იგზნო კონდიციონერის ქვეშ, მაგრამ აი მაგას მომსგავსებ ხოლმე მას რომ მახსენდება ერთ-ერთ პირველად რომ დავწერეთ პირველი ანგარიში კლიმატთან დაკავშირებით, მაშინ ვთქვით რომ 1 გრადუსით მოიმატებს საქართველოს ტემპერატურას და ერთ-ერთ მაღალჩინოსანმა ძალიან მკაფ თუ რა კაია ელექტროენერგია ნაკლებად დაგვეწვება, ზამთარში აღარ დაგვჭირდება გაზი. ეს ესე არ არის, ხო? ეს ესე არ არის, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ კლიმატის ცვლილების ფონზე ზოგ რეგიონებში ხდება უფრო დაცემა ტემპერატურის, ზოგში უფრო აწევა, იმიტომ რომ იმის გამო რომ ოროგრაფია, ანუ არ არის რელიეფი, ოროგრაფია. ანუ მიწის ფენა ყველაფერი ერთობლიობაში, ქმედებაში ის უფრო რთული ტერმინია ოროგრაფია. ნიადაგის სტრუქტურა ყველაფერი ერთად შედის და მათ შორის დახრილობა და რელიეფიც და ლანდშაფტიც. ოროგრაფია საქართველოსი, კავკასიონის არის ძალიან რთული და აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა მოვლენები. თუმცა პროგნოზირებაში რაც ხდება კლიმატთან დაკავშირებით, აი ყველა ბუნებრივი მოვლენების გათვალისწინებით, ითვლება, რომ მაინც უფრო მკვეთრი ცვლილებები კლიმატიდან გამომდინარე იქნება სხვა კონტინენტებზე, კავკასია მეტნაკლებად უფრო დაცული შეიძლება აღმოჩნდეს. ანუ ჩვენც გვაქვს, მაგრამ ისეთი მკვეთრი ცვლილებები შეიძლება არ იყოს კავკასიაში. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის პოლიტიკურად, ეს არის ერთობა
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთმანეთთან და ზოგადად კავკასიის ქვეყნების, იმიტომ რომ ამაში შედის ირანიც, ამაში შედის თურქეთიც, ამაში შედის ჩრდილოეთ კავკასიაც. ეს არის კავკასია. ხო. მას ერთი ის არის რეალური. ერთი ხედვა, ერთი სისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებს შორის იყოს ეს ურთიერთობები გაძლიერებული და კლიმატზე ორიენტირებული. კი ბატონო. ელ-ნინოს თემა შეგვიძლია ალბათ ნელა ჩავაჩერჩოთ, მაგრამ აი საბოლოოდ რო თქვა, აი ვახსენეთ, რომ სიტყვაზე ივლისის მეორე ნახევრიდან შევაველოდოთ რა და აი საბოლოოდ მაინც კონკრეტულად პირდაპირ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ანუ საბოლოო ჯამში ამ მაღალი ტემპერატურა ალბათ დაიჭერს აგვისტოში. აი გვინტერესებს. ალბათ სექტემბრის პირველ ნახევარში ყოველ შემთხვევაში იქნება. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რადგანაც ჩვენ განაპირასავართ ელ-ნინიოსი, ჩვენთან შეიძლება ეს გამოიხატოს არა მარტო მაღალი ტემპერატურით, ანუ ძალიან მაღალი შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ უჩვეულო წვიმები, ანუ ერთბაშად წამოსული ეკვატორზე გეგონება საკუთარი თავი ისეთი წვიმები, იმიტომ რომ ესეთი წვიმა იყო ახლა თელავში. უცებ წვიმა, მერე უცებ წვიმის სეზონი, უცებ დაწყება ამ წვიმის დიდი ნალექის მოსვლა ერთჯერადად, იმიტომ რომ ეს თბილი ჰავა რო შემოდის, ფაქტობრივად ის ბარიერი არის თვითონ კავკასიონი ცენტრალური, ამიტომ აქ ხდება გამოყოფა ამ ნალექისა. ჩვენ რასაც ვგრძნობთ ახლა, ტენიანობა არის ძალიან მკვეთრად გაზრდილი თელ საქართველოში. ალბათ ეს უფრო მეტად პრობლემატური იქნება დასავლეთ საქართველოსთვის, იმიტომ რომ ისედაც ტენიანობა მაღალი იყო, თუმცა თბილისშიც ეტყობა ქალაქს, რომ ტენიანობა მომატებულია აღმოსავლეთ საქართველოშიც, რაც იწვევს აი შეგრძნებას ჩახუთვისა და სუნთქვის გაჭირვებისა. ამიტომ ვამბობთ, რომ შეიძლება ეს გამოიხატოს წვიმებით და ღვარცობული ნაკადებით გაძლიერებით, წყალდიდობებით, უჩვეულო წყალდიდობებით. აი ეს რადგანაც განაპირაზე ვართ ელ-ნინიოს მოქმედებისა, ანუ ცოტა სხვაგვარი მოქმედება მოხდეს. მაგრამ სიცხეც იქნება. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღე დაიჭერს მაღალ ტემპერატურას. დაახლოებით 40-ზე ზემოთზე თბილისში. 40-ზე ზემოთ, 40-მდე. პროგნოზირებას მეტეოროლოგები ამბობენ, რომ განსხვავებით წინა წლისა 2-3 გრადუსით მოიმატებს. თუ წინა წელს ფიქსირდებოდა 37-ო, ეხლა იქნება 3 გრადუსით მეტიო. სინამდვილეში ბევრ ადამიანს ახსოვს, რომ წინა წელს, ოფიციალურად მეტეოროლოგები 37-35-ს აფიქსირებდნენ. ბევრმა თავის მანქანებით დაინახა 40-იც და 41-ით შეაშალა აგვისტოში და აი ყოველ შემთხვევაში ან დაჭიკები გავასწოროთ ან რაღაცა ვქნათ, ნებისმიერ სიტუაციაში ვარაუდია, რომ 3 გრადუსით 2-დან 3 გრადუსამდე ტემპერატურა მოიმატებს, ანუ სხვა სეზონებთან, ანუ სხვა პერიოდთან განსხვავებით ამ სეზონისთვის ეს იქნება 2-3 გრადუსით უფრო მაღალი. ამ ხრივა ინდივიდუალურად თვითონ მოქალაქემ ადამიანმა რა, ანუ რამე თუ არის რაღაც რეკომენდაციები, რაც შეგვიძლია გაუწიოთ, რომ უფრო დაცული იყოს. ერთ-ერთი შეკითხვა ეგეც იყო, რომ ერთ-ერთი ჩვენც მეკითხა, რომ ანუ აი სტატისტიკა რომ მოდის, რომ ევროპიდან ანუ სიცხის გამო დაიღუპა ამდენი ადამიანი, მე ცოტა ვერ ხვდებიო. ანუ რა ვიციო, რატო იღუპებიანო რა, სახში ჩაჯდება კონდიციონერი ჩართავსო და არა აქვს კონდიციონერი. ხო, აი ეგ ვიცი რომ არა, თო მომზადებულები არ არიან მაგისტრის, ხო. ხო და ეგ მას საინტერესებდა რომ ანუ აი ეს უბრალოდ სახში ჯდომისას ჩვენ ავართ მიჩვეული იმ ზონაში ვცხოვრობთ, რომელსაც უფრო მეტი ტემპერატურა 35 გრადუსი ჩვენთვის არაფერი არ არის, ამ შემთხვევაში მიჩვეულები ვართ. კონდიციონერები საქართველოში თითქმის ყველას აქვს, მეტნაკლებად. ან სოფელში გადის და ჩtildeში ზის. ხო და რეალურად იქ არა აქვს კონდიციონერები.
ამიტომ შეიძინეს უკვე რამდენი წელია მოდის ეს ნუ არ იყო მნიშვნელოვანი, არ ითვლებოდა რომ ეს იყო საჭირო. უცებ ავარდა ტემპერატურა 30 თქვენ გონიათ ძალიან მაღალი ქონდა 35 გრადუსი დაფიქსირდა საშუალოდ მეტი კი არა. გამაშება ადამიანის სახში როზის იმას შეიძლება პრობლემა შეექმნას, იმიტომ რომ იქ სხვა ციკლია, ანუ ტენიანია უფრო შედარებით და ამიტომ ვეღარ სუნთქავს, ამიტომ გულის დაავადებულები ვინც არიან მათ უჭირთ, ასტმებს უჭირს, ასტმურ დაავადებებს და ბრონხულ იმას და არ მიჩვევა, არ ცოდნა რა უნდა გააკეთოს. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცავთ და არ ვიცით, მიუხედავად ამისა ძალიან კარგად ასე ვთქვათ, შედარებით ადაპტირებული ვართ და ერთადერთი თხოვნა არის, რაც შეიძლება მეტი წყალი დავლიოთ და მზის გულზე ბავშვებს ნუ ვარბენიებთ, იმიტომ რომ საქართველოში ეშლებათ მოწამლა და მზის დარტყმა. ანუ მაღალი ტემპერატურის შედეგად ბავშვმა შეიძლება მზის დარტყმას ესე უძახიან მიიღონ თერმული ის არის და ამ დროს იცის ძალიან მაღალი სიცხე, გულისრევა ბავშვებში, უჭირს დაშლა ყველაფერი ერთად მოდით და ადამიანს გონია რომ ის მოიწამლა და სინამდვილეში სითბური ტალღის პრობლემაა. ამიტომ ცოტა თხილად ვიყოთ ამასთან მიმართებაში და უყუროთ ბავშვებსა და დიდებსაც არანაკლებად შეიძლება ეს დაემართოს. ამიტომ რომ თავსაბურავის გარეშე, თავზე ხუდის დახურების გარეშე მაინც დღის განმავლობაში შეეცადეთ ნუ ირბენთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მეტი წყალი. ოღონდ არა ცივი. ოთახის ტემპერატურა ეს? ოთახის ტემპერატურის ან ცხელი. ცხელი წყალი სიცხეში. სიცხეში. მაშინ ჩაი დალია. ჩაი სიცხეში. თქვენ ფიქრობთ აზიის ქვეყნებში, ანუ რატო სვამენ ჩაის? არ სვამენ ცივ წყალს? ხო. ეს ჩაის. ჩაის სვამენ. ხო. იმიტომ რომ აგრილებს უფრო მეტად და შენ რო გონია ფსიქოლოგიურად რო ცივს და გავგრილდები, არ არის მასე. ეს ძალიან საინტერესო დეტალია, რომელიც შეგვიძლია სწორედ მივაწოდოთ ინფორმაცია გაითვალისწინოთ. ხო. ტემპერატურა, იმ ტემპერატურის უნდა იყოს, რა ტემპერატურისაც არის ორგანიზმი მომენტში. ხო, და ეს უფრო გიცავს რეალურად. ეს უფრო გიცავს და აღარ იწყებს, ანუ ორგანიზმი ცივი წყლის მომენტში ის იწვევს, რომ ფიზიოლოგიურად ის ითხოვს, რომ უნდა მეტი ენერგია გამოყოს და შესაბამისად ცხელდები. ანუ შენ იმავე ტემპერატურისას თუ იღებ, ნაკლებად გეხარჯება, უფრო მეტად გრილდები. აი ხა სეზონი მოვიდა, ადამიანები საქართველოს გვაქვს იმის ფონზე სხვა გვაქვს და მიდიან ხოლმე სხვაზე და ამ ხრივ რეალურად კლიმატის ცვლილება იქნებოდა რომ ბევრი ყინული დნება, ანუ პრობლემაა და ზღვის დონე ვიცით რომ იმატებს ნელ-ნელა, ხო უფრო? არ მინდა ხა მე კონკრეტულად ციფრები თქვენ შეიძლება ამერიოს რაღაც, მაგრამ ვიცი რომ უკვე აი შედარებით რაღაც რამ ზუსტად თქვენ უფრო გეცოდინებათ რამდენი 20 სანტიმეტრამდე არის მომატებული 1900 წლიდან, ანუ წინა საუკუნიდან დღემდე 20 სანტიმეტრამდე, ვარაუდია რომ 50 სანტიმეტრამდე აიწევს. ზღვის დონე, ნუ ყველაზე ცუდი პროგნოზია 100 სანტიმეტრი. რა პერიოდამდე ეს 100 სანტიმეტრი? ნუ 100 წელიწადში დაახლოებით. ხო, და ეს ყოველთვის მაფიქრებინებს ხოლმე, მაგრამ ეს ალბათ პირდაპირ კავშირს შეიმართება მათ შორის მშენებლობასთან, ხო? ანუ თუ ესე აიწევს გლობალურად, ანუ რა საფრთხე ემუქრება მაგალითად სანაპიროებს? ეხლა ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. შემოგიტევს ზღვა. თან და გავიწყდეთ კოლხეთის დაბლობი, რომელიც არის ფაქტობრივად მთელი სანაპირო. არის ზღვის დონეზე ქვემოთ. და იცავს, რომ ზღვა არ შემოდეს შიგნით. ეს არის ძუნების სისტემა, რომელიც ჩვენ პირნათლად გავანადგურეთ ბათუმში, ქობულეთში, მშენებლობით. ძალიან სერიოზული ზიანი მივაყენეთ. და გონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ხედავთ
და არსებობს უამრავი სატელიტები უკვე გაკეთებული, უამრავი პროგნოზებია უკვე დადებული მსოფლიოში და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ უცებ შტორმის დროს შეიძლება მუდმივი დატბორვები გქონდეს ბათუმის, ფოთის, ურეკის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ზღვა იწევს ჩვენსკენ. ამიტომ ის ბუნებრივი ჯებირი, რაც ზღვას აკეთებული აქვს, ეს მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. და პირდაპირ პლაჟთან ახლოს ნაპირთან შენობები არ უნდა დაუდგათ. ხომ იქ ხო შეიძლება რაღაც შტორმის გარდაც ან თუ იწევს რაღაც ეტაპზე ხო შეიძლება იქ ეს უნდა მოხდეს და ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა ბათუმის ბულვარს, რამდენიც მე ხვდები, აი ვითომ ნაპირ გამაგრებებით და რაღაცებით ჩარეცხა ფაქტიურად ბულვარი, აღარ არის პლაჟები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას ძალიან სერიოზული ყურადღება ჭირდება და მართლა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რას გამოიწვევს ეგრეთ წოდებული კუნძული, რომელსაც ვაშენებთ, ნახევარკუნძული უფრო სწორად. ეს კიდე არავინ არ იცის. იქ ცოტა სხვა პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ჩვენ ვითხოვდით ჩვენი ორგანიზაცია, მწვანეები, რომ კუმულაციური ეფექტი გავთვალოთ, თქო, რა მოხდება სანაპიროზე. იმიტომ რომ კიდე ვიღაცა იქ რაღაცა კორპუსებს აპირებს, კიდე რაღაცა საერთო ჯამში ხო არ დავაზიანებთ ისე ქალაქს, რომ მას არ ექნება ტურისტული პოტენციალი. მარტო შენობები დარჩება. კი ბატონო. და ტურისტული პოტენციალი არის ზღვა, ხედი და ასე შემდეგ. აი ვერაფრით ვერ ხვდები, რატო უნდა დააზიანო ის, რაც არის ტურისტისთვის საინტერესო. ხო. ანუ შეიძლება გვავიწყდება ხოლმე ის, რომ მაგალითად ეხლა რო ხედავთ, არ ვიცი, გინდათ უდაბნოში წავხვიდეთ თუ აი მაგალითად ვაშლოვანში რო ვიყავით, ბელგახსოვს შენც, ანუ ვაშლოვანში რო ვიყავით და ნიჟარები რო ვნახეთ. ხო, და ანუ ნიჟარები ვნახეთ რა, რაც იყო პირდაპირ ზღვის კვალი, მაშინ ჩვენმა რესპონდენტმა გვაჩვენა რა და ეხლა არის ნახევარ უდაბნო, ხო? და იქ შეხედეთ რა შუაშია საერთოდ, ხო, მაგრამ ეგ არის რომ ყველაფერი იცვლება. ანუ ოდესღაც იქ წყალი იყო, ახლა უდაბნოა, აგერ აქ წყალია. ნიჟარებს თქვენ ბევრ ადგილას ნახავთ. ხო. მარტო ნიჟარებს არა, მაიმუნებსაც ნახავთ, კვალები არის საქართველოში, არქეოლოგიური გათხრები ამის საშუალებას იძლევა. ანუ ყველაფერი ცვლადია. ხო, მაგას მომსწრე. ეს ახალი მთათა სისტემაა შედარებით. ამიტომ ის პროცესია, მორფოლოგიურად ის იცვლება. აქედან გამომდინარე, აი ამ ცვლის დროს მით უფრო სტაბილური პერიოდი, რაც ქონდა, ფაქტობრივად დამთავრდა. ეხლა არის შედარებით უფრო აქტიური პერიოდი და ამიტომ არის საფრთხეები ბუნების გაძლიერებული, თან კლიმატი ამას უწყობს ხელს. კი ბატონო. ანუ აი ვისაუბრეთ რეგულაციებზე და ალბათ შეგვიძლია მაინც ესეც იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომ ანუ ინდივიდუალურ დონეზე აი მოქალაქემ რა ზომები უნდა მიიღოს იმის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს, თუმცა მესმის, რომ ეს შეიძლება ესე ჩანდეს, რომ ერთმა ადამიანმა რა ქნას, მაგრამ საერთო ჯამში ამას გავზრდით მასშტაბებზე. ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი. პურის საყიდლად მანქანით თუ წავალთ. ხო, საქართველოში რაც ჭირს, იმიტომ რომ მოკლე მანძილებზე მაინც ფეხით ვიაროთ. მაქსიმალურად შევეცადოთ კარგია რომ პარკინგი გაჭირდა თბილისში, მაქსიმალურად ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ოღონდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მუშაობდეს. ხო, რაც ჩვენთან ეს პრობლემაა. და ეს არის ის, რაც ინდივიდუალურად ადამიანს შეუძლია გააკეთოს. და მთავარი მაინც ერთი რამ. როცა რაღაცას ვაკეთებთ სახში, მეზობელზე იფიქრეთ. ნაგავს ნუ დაყრეთ იქ, სადაც არ უნდა დაიყაროს. და თუ გადიხართ ბუნებაში, ცეცხლს ნუ დაანთებთ ისე, რომ მე არ ჩააქროთ ის ცეცხლი და წამოხვიდეთ ბუნებიდან. იმიტომ რომ იმ ტერიტორიიდან ჯობია ეს ნარჩენი, ნაგავიც და თვითონ ნარჩენიც და ცეცხლის კვალიც იქ მოსპოთ, რომ არ იყოს, რომ ცეცხლი არ გაჩნდეს შემთხვევით ამ კლიმატის ცვლილების ფონზე, საფრთხე ხანძრებისა არის.
კი ბატონო. ეს კითხავთ ასევე იყო ჩვენი ერთ-ერთი მსმენელი შეკითხვა იყო ესეთი, რომ მიუხედავად რომ გლობალური დათბობაა, წავიკითხეო, რომ გამყინვარების პერიოდში შევდივართო და აი მაგაზე რა პასუხი გქონდა? ჯერჯერობით სოფლიოში ვერ გაარკვიეს, რამდენი ხანი იქნება გლობალური დათბობის პერიოდი. დათბობის პერიოდის მერე რო გამყინვარება იწყება, ამის შესახებ ყველა მიცის, მაგრამ აი როდის დაიწყება? აი როდის დაიწყება, ჩვენ არ ვიცით. კი ბატონო. კარგი, ნელა შეგვიძლია ალბათ შევაჯამოთ, დასრულისკენ წავიდეთ და არ ვიცი, საბოლოო ჯამში, იმის თქმა, აი მაინტერესებს როგორი რაღაცა იცით? აი სეზონები ვახსენეთ უკვე ჩვენ, რომ ვეღარ ვხედავთ რა და რა შეიძლება ამ ხრივ კიდევ ვიგრძნოთ უახლოეს 10-20 წელიწადში? მაქსიმუმ ის რომ სეზონები შეიძლება შეიცვალოს, ეს ვიცით, ის რომ ტემპერატურა ჩრდილოეთ, ანუ იცვლება ეკვატორიდან იქეთ პოლუსებისკენ აშკარად ვიცით. შეიძლება იყოს უფრო კლიმატისთვის ეს დამახასიათებელი კონტინენტალური კლიმატის ჩამოყალიბება, ტენიანობის გაზრდა და იქ რეგიონებში, სადაც წყალი უფრო მეტი არის და რა შეიძლება ვიგრძნოთ. უბრალოდ ყველაზე ცუდად გრძნობს თავს მაგალითად სოფლის მეურნეობა. არ იცის, როდის უნდა დათესოს, როდის უნდა გაბაროს, როდის უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ აგროვადები შეცვლილია. რომელი სახეობა დავრგოთ, რომელი ჯიში ჩამოვიტანოთ და რომელი გავახაროთ, ესეც უკვე სათუოა, იმიტომ რომ ბევრს ვერ უძლებთ. ძალიან მძიმეა რომ ამ კლიმატის ცვლილების ფონზე ბიოლოგიურად ძალიან ცელდება მავნებლები, ანუ მწერები ძალიან მარტივად და ადამიანს ეს აწუხებს. ასე რომ მე ვერ ვიტყვი რას ვიგრძნობთ, რომ სეზონები დავკარგეთ, ვიგრძნობთ, რომ გაურკვეველ სივრცეში ვართ, ვიგრძნობთ, რომ გურიაში უცებ თოვლი მოვა 2 მეტრო და ონს უკვირს რატო მოვიდა, რატო ღვირის გურია, იმიტომ რომ ჩვენთან ყოველ წელს მოდისო. აი ეს მომენტები იქნება და ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ, რომ რაღაცეებიც იცვლება. და ჩვენ სხვა მენტალობაში და სხვა წესში ცხოვრების ალბათ ყველანი უნდა გადავიდეთ და ერთი რამ არის სათითაოდ ადამიანი ვერ შეძლებს, მაგრამ აი საზოგადოება ზოგადად ერთობლიობაში ბევრი რამის გაკეთება შეძლებს. ანუ რეალურად 20 წელი ვახსენეთ, აი შემდეგ თაობას რეალურად გამოდის, რომ ვტოვებთ რაღაც საკმაოდ რთულ რეალობას. ჩვენ თაობასაც და შემდეგ თაობასაც, რა თქმა უნდა, რთული რეალობაა და მე სულ მახსენდება ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული წერილი იყო ინტერნეტით გავრცელებული წერილი მომავალ თაობას და უпростоრად წარსულ მომავალ თაობას, წარსულ თაობას რა, რომ აი ეხლა ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როცა წყალი აღარ არისო და როცა ვიბანთო მშრალათო და რაღაცა ესეთი განცდები და საშინელი მდგომარეობა, იმიტომ რომ არ მივაქციეთ ყურადღებას რა ხდებოდა დედამიწაზეო და აი ამის საფრთხეები ნამდვილად არსებობს. თუმცა ყველაზე მთავარი არის, რა თქმა უნდა, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. დღეს მსოფლიოში უკვე არის ისეთი ტექნოლოგიები, რომლის შემოტანა აუცილებელია, თუ რა თქმა უნდა, გრანტების შესახებ კანონი არ შეგვიშლის ამ ტექნოლოგიების შემოტანას, იმიტომ რომ იქ წერია, რომ ტექნოლოგიების შემოტანაც კი პრობლემაა. და ტექნოლოგიები ნამდვილად გჭირდება, იმიტომ რომ რასაც მე უყურებ ჩინეთში, რაც ხდება ყველაზე დიდ უდაბნოში, როგორ ხდება გამწვანება და როგორ აკეთებენ ოაზისებს ხელით, ფაქტობრივად, ეს ჩვენც მოგვიწევს, იმიტომ რომ ჩვენთვისაც პრობლემებია, მაგალითად, დედოფლის წყაროში, ქარბორბალების და ქარის გამო ჩვენ ნიადაგებს ვკარგავთ და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ახალ ტექნოლოგიებზე, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ტექნოლოგიები არ მოდის უბრალოდ ისე, ეს არის კარგად დავიწყებული ძველი, რომელიც შეიძლება შემოიტანო და უფრო კარგად გააკეთო და საქართველოშიც არის ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითი. უბრალოდ ჯობია რომ მეცნიერებს და ტექნოლოგებს მოусმინოთ და მათთან ერთად ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმისკენ, რომ
მართლა პრობლემა არ შეიქმნას და მართლა შიმშილი არ დაიწყოს ქვეყანაში. კი ბატონო, და ეს განახლებადი ენერგიაც ალბათ სულ დასასრულისკენ მაგას შევეხოთ ალბათ და აი ტექნოლოგიებიც ვახსენეთ და ანუ თქვენი პროგნოზი მაინტერესებს ამ მხრივ ხედავთ რომ ტექნოლოგიები პარალელურად ვითარდება და ხედავთ რომ ეს პროცესიც ჩქარდება და აი ამ მხრივ ნაწილობრივ ახლა გაეცეთ კიდევაც მაგას პასუხი, მაგრამ ანუ რამდენად შეგვიძლებთ თქვენი აზრით, კიდაც აი ამ ტექნოლოგიების განვითარებით აი ეს პროცესებზე რომ ჩვენი ზემოქმედება მოხდეს დადებითი და არა ის რომ პირიქით ჩვენ დავაჩქაროთ. შევძლებთ შევარბილოთ ის ზემოქმედება, რაც კლიმატიდან შეიძლება მოხდეს ახალი ტექნოლოგიებით და ჩვენი სახლები რო იყოს უფრო იმ სტანდარტებით აგებული, რასაც ითხოვს თერმორეგულაციები, ანუ ენერგოეფექტურები იყვნენ, ალბათ ჩვენ ამდენი გამაგრილებელი სისტემა არ დაგვჭირდება ამდენი დათფუნების სისტემები შიგნით, იმიტომ რომ არ დაგვჭირდება გათბობა და დიდი რაოდენობით გაზი. ფაქტობრივად ევროპა ამ მიმართულებით ვითარდება. ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ეხლა წელს შეიძლება შეექმნას ქართველებს, მაღალი სიცხის დროს, იმდენად რამდენადაც ჩვენ კონდიციონერებს ვთავთ და გამაგრილებელ სისტემებს, ანუ თუ ხარჯი ელექტროენერგიის ქონდა ზამთრის პერიოდში, იმიტომ რომ სითბო გვჭირდებოდა, ეხლა ზაფხულის პერიოდის პიკები დაეწყოთ და მართლა მთულად მეორეს მხრივ ძალიან უცნაური რაღაცა ხდება. ზამთრის პერიოდში ეცეხან თქვენ ახსენეთ, რომ დნობა არის ძალიან სერიოზული, დაწყებული. ზამთრის პერიოდში ვხედავთ, რომ მყინვარები აგრძელებენ დნობას, ნალექი რაოდენობა ჩამოდინების წყალის ისევ არის და ეს არის ცოტა უცნაური, ანუ ვამბობთ რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლაციოლოგების კვლევები იყოს ძალიან დეტალური და რატო? იმიტომ რომ ეჩვენია დღეს ეს ყველა მყინვარი შეიძლება გაქრეს, ეს არის მარაგი მტკნარი წყლის და ჩვენ წყლის გარეშე ვერ ვცხოვრობთ ადამიანები, ამიტომ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დიდი ნომერ პირველი ამოცანა არის ადაპტაციური ღონისძიებების გეგმის. რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ გავაჩეროთ წყალი, როგორ გავაკეთოთ აკუმულირება წყლის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. კი ბატონო, ანუ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები, თუმდაც რეგულაციაში როგორ უფრო ნაკლებად დავხარჯოთ წყალი. კი ბატონო, და განახლებადი ენერგიის როლი რამხელა ამ ყველაფერში, ანუ სხვა ენერგია, ანუ გინდაც ესეთი პური აირების გაშვებას მაგალითად საქონელთან ვიცი რომ რაღაც დონეზე კავშირი ეს ჰელიოსისტემებს აქვთ გარკვეული ისა, მაგრამ იქაც შეიძლება გადაწყვეტები უკვე მოძებნილია მსოფლიოში, უბრალოდ ის ტექნოლოგია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან რაც შემოდის. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იაფიანი ტექნოლოგია შემოვიდეს. ჩვენი ამოცანა არის საუკეთესო ტექნოლოგია შემოვიდეს. თუ ჩვენ გვინდა, ანუ ჩვენ შეცდომებზე არ უნდა ვისწავლოთ, სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და უფრო მაღალი ტექნოლოგიური განვითარება უნდა შემოვიდანოთ. კი ბატონო. ეს ჩვენზე, მაგრამ გლობალურად მაინც კაცობრიობას შეიძლება ითქვას, რომ მოდი ვეცადოთ კაცობრიობა, რომ ნაკლები შეცდომები დაუშვათ. მიხედავთ შეცდომები გარდაუვალია. კაცობრიობას სამწუხაროდ საუკუნეების განმავლობაში დიდი შეცდომები აქვს. აი ამდენი გამოწვევების ფონზე ხედავთ თქვენ, კიდე სამხრეთით, კიდე აღმოსავლეთით გამწარებული ომები მიდის. რაც კიდე ზედმეტად და დაწყოლას აკეთებს, იმიტომ რომ ამ აფეთქებების და ამ წვის შედეგად ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. ну ეგ ცალკე კიდე საერთოდ სხვა ის არის რომ მაგრამ ამისთვის უფრო ვრცალია ომებისთვის ვიდრე იმ გამოწვევებისთვის რომელიც დღეს პლანეტას ეხება. ხო არა ეს ომი რო არ მთავრდება ადამიანის გარშემო და ადამიანი რო არ ამთავრებს ეს ცალკე ძალიან ისეთი პროცესია და თუმცა მე პირდაპირ ვამბობ რომ დღეს ნურავის ნუგონია რომ არის ჩვეულებრივი ომები, ეს არის მიწის ტერიტორიაზე გადანაწილება ისეთი ზონებისთვის, სადაც უფრო ნაკლები ზემოქმედება მოხდება კლიმატის. ანუ ფაქტობრივად პოლიტიკური სცენარი სხვა რამეს მიუთითებს, რომ ეძებენ თავშეფარს მომავალში, ხო?
ну, არის ესეთი გიპოთეზა. საინტერესოა ეგ. ანუ მთელი ეს ომები ამით არის გამოწვეული. ნახოთ აბა. ეგრე არ მიფიქრია სხვათა შორის. და გაჩნდა ევროპაში ესეთი ცნება, რომელსაც ქვია კლიმატ მიგრანტები. ანუ აღმოსავლეთ მხარე დაჭირდება ამ შემთხვევაში ევროპელებს და იქიდან სამხრეთიდან წამოსული ხალხი. ანუ მიდის დიდი გადანაწილებები. საინტერესოა. არის ეს გიპოთეზაც. კი ბატონო. მე ვთქვი წეხან და ვახსენე, რომ გარემოს დაცვა დემოგრაფიასაც მოიცავს. ანუ ცვლილებები ადამიანის პოპულაციაშიც ჩანს. საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რო იყავით. ძალიან მომეწონა თქვენთან საუბარი, დარწმუნებული ვარ ჩვენ სცენელსაც მოეწონა და ბევრ საინტერესო ახალ ამბავს გაიგებდა და აუცი რა დაგვრჩენია, ხო, დაგვრჩენია ის რომ ავიღოთ როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ისე კოლექტიური, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო, საბოლოო ჯამში მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერსაც დავძლევთ, იმიტომ რომ ადამიანმა ისეთი პრობლემები დაძლო თვითონ დაძლია homo sapiens-მა, ხო? პრეისტორიულ პერიოდშიც ჩვენ ვიცით ფეხზე დადგა. ეგ ხო საერთოდ, მაგრამ ჩვენ ვიცით ფეხზე დადგა. კი, ჩვენ ვიცით რომ იყო პერიოდები გათხრებით არქეოლოგიურად, რომ თითქმის გადაშენების პირას იყო საერთოდ ეს სახეობა და არ ვიცი დღეს ახლა აქ ვართ, ხო? გვაქვს უამრავი მექანიზმები, რომელთაც როგორც ინდივიდუალურ სიცოცხლეს ვიცავთ, არ ვიცი სახეობას მეტნაკლებად დასული, აგერ ასტეროიდების ჩამოგდებაზე მუშაობთ, რომ რა მომავალში წამოვიდეს, ჩამოვაგდოთ, ხო და მადლობა მოკლედ ამდენი ხანი ჩვენთან ერთად იყავით, მოგვისმინეთ, გვიყურეთ და რავი ჩვენ შეგვიძლია გთხოვოთ ერთ-ერთი რაღაც, რითაც ამ პოდკასტს დაეხმარებით, არის ის რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გალაიქოთ და გაგვიზიაროთ კომენტარებში თუ რა ვიცი, გინდათ ამ თემასთან დაკავშირებით ან მომავალში რა თემაზე გინდათ რომ გავაკეთოთ პოდკასტი. მადლობა.